1 აპრილიდან საქართველოში ირიგაციის ახალი ტარიფი ამოქმედდება. შპს საქართველოს მელიორაცია სახელმწიფო სუბსიდირების სქემას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილავს. ამჯერად შეხვედრა საგარეჯოში გაიმართა გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სიახლე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თუ ფერმერებს სურთ, რომ სასურველ დროს სარწყავი წყლით შეუფერხებლად ისარგებლონ, ამის შესახებ დროულად უნდა მიმართონ საქართველოს მელიორაციის სერვის ცენტრებს და გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება. მომსახურების საფასურს კი სარწყავი წყლის მიღების შემდეგ გადაიხდიან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პირველად ჩამოყალიბდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს სამელიორაციო სისტემების მომსახურებით. საბჭოს წევრებს გავაცანეთ ძალაში ახლად შესული ტარიფი, რომელიც ამოქმედება მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, გავეცანეთ ადგილზე მათ პრობლემებს, შევისწავლეთ თუ როგორ ხვდებიან ისინი 2026 წლის ირიგაციის სეზონს, რა პრობლემები აქვთ, რა მიმართულებას უნდა მიაქციონ ყურადღება, მოვისმენთ მათგან ის წინადადებები, რა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ მათ მიიღონ გამართული სერვისი 2026 წლის ირიგაციის სეზონზე და შესაბამისად დავსახეთ ახალი გეგმები. მოგეხსენებათ, ახალი ტარიფები დადგინდა წყლის გადასახადის კუთხით, სემეკის მიერ გამოიცა, ასევე მას მოყვა მინისტრის ბრძანება. გადასახადის კუთხით ჩვენ გვაქვს, რომ არის 4ჯერადი მორწყვის გადასახადი, მრავალწლიან კულტურებზე გამოდის 102 ლარი, ერთწლოვან კულტურებზე გამოდის 116 ლარი. სახელმწიფო მომდევნო 3 მორწყვას ასუბსიდირებს, ხოლო პირველი მორწყვის გადახდა უწევს ფერმერს, ანუ 116 ლარი, ხოლო შემდგომი მორწყვა, უკვე დარჩენილი 3 მორწყვა იქნება სახელმწიფოს მხრიდან დასუბსიდირებული. ეს ეხება როგორც მრავალწლიან კულტურას, ასევე ერთწლოვან კულტურებს. პრიორიტეტი ენიჭება ბუნებრივია არის ისეთი, ასე ვთქვათ, მრავალწლოვანი კულტურები, რომლებიც აღჭურვილია წვეთოვანი სისტემით. აქ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რადგან მრავალჯერადი მორწყვა, მაგალითად ნუშის შემთხვევაში წელიწადში დაახლოებით 20-დან 25 ჯერადი მორწყვა უწევს, ოღონდ წყლის მცირე რაოდენობით. აქ ფერმერისთვის იქნება ხელსაყრელი, რომ დადგეს ბრიცხველები მის ნაკვეთთან და მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხდის უკვე გადასახადს, რაც იქნება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე არის ეს 4ჯერადი მორწყვა განსაზღვრული ფერმერისთვის.